ესე იგი, აეროპორტში ხომ მივიყინე და ჩამოსულზე კიდევ შეკვეთები მქონდა ჩამოსარიგებელი და ჩემდა ჭირად, როცა მე შეკვეთები დამოქვს, მაინც და მაინც უნდა მაშინა მოვარდეს ქარი, მაშინ უნდა წაიღოს, წალეკოს თბილისი. და ეხლა მივიდივარ უკვე მეოთხე ლოკაციაზე, გრძნობ რომ ყელი მტკივა, მამტვრევს. ხოლო ეხლა გავდივარ ნახალაუკაში, ბარემ დავტოვებ მეოთხესაც და ჩავხტები ეგრევე ავტობუსში, ან მარშრუტებში და გავიქცევ სახლში. გემრიელად შევჭამ სახლში, ვიფიქრე რომ სადმე შევჭამ თქო, მაგრამ არა, არ მინდა არ საჭამა. შევალ მერე მაღაზიაში ვიყიდი პროდუქტებს და ამე გემრიელობას მოვამზადებ. ნახოთ. რომ გენახათ საიდან გადმოეთხლიშა ჩემი ტელეფონი, ლამის გულმა დამარტყა, მეთქი აი ეხლა დავიღუპე თქო, მაგრამ არა, რომ ავიღე კიდევ კარგი გატეხილი არ იყო, თორე აი გეფიცებით გული დამარტყავდა. ეხლა კიდე პრობლემა რომ დამატებოდა, ალბათ გავაფრენი. მოკლედ ეხლა რუსთაველზე ვარ, ჩავჯდები მეტროში და სავარაუდოდ ან ნაძალადევზე ამოვალ, ან ელექტროდეპოზე და იქიდან გავალ იმ ლოკაციაზე, სადაც მივდივარ. როგორ მახსოვს, ძალიან პატარა ვიყავი აფხაზეთის ომის შემდეგ რა, ზევით ზედაზენზე ცხოვრობდით მამიდა ჩემთან, რომ გადმოვედით და აუ ზედაზენ იცით რა სიმაღლეზეა იქ სუსუბოლოში და აი აქ იყო, ეგ არის წამოჭიმული კორპუსები და აი აქ იყო პურის ქარხანაც რა, ხო რა, პურს აცხობენ, აი აქ იყო პურის საცხობი, ძალიან დიდი და მახსოვს რომ აქ იყო ხოლმე რიგები რა, სულ ჩამოვდიოდით ხოლმე პურზე აქ და აი ამ დაყოლებაზე აი ეს სულონდა იყო ხოლმე ბუდკები. გახსოვთ ძველად რომ იყო ხოლმე რაღაც ესეთ ბუდკები და რაღაცა მახსოვს აი პერიოდი რაღაცნაირად თან მაშინ აქ სხვათა შორის ზედაზენზე თვალში მომხვდა ლუსმანი. და ოპერაცია რო გამიკეთეს ორთაჭალად სხვათა შორის, სადაც ალექსანდრას გავუკეთე გლანდების ოპერაცია, მაგ საავადმყოფოში თვალის კლინიკა იყო თუ არის თუ რაღაცა, მოკლედ მანდ გამიკეთეს მე ბავშვობაში თვალის ოპერაცია. აი მე აქ სულ ბუდკები იყო. ხო და ის მახსენდება რომ ექიმთან რომ მივიდიოდით ხოლმე, მამაჩემს მხრებზე დამისვოდა და რომ მოვყავდი ხოლმე აი აქ ბუდკებში. ყველაფერი მინდოდა რა თქმა უნდა რა. მამაჩემიც გაჩერდებოდა. აბა რა გინდაო და მე დავიწყებდი რაც შეს თვალს მოსწონდა. ახლაც ეგეთი ტიპი ვარ სხვათა შორის. რაც თვალს უხარია ის მინდა. ისეთი ყაი ეს 3 წლის თუ 4 წლის იყავი ძალიან. ეს და მე მამაჩემსაც თვითონ მყიდულობდა ხოლმე და ქონდა არ ქონდა მყიდულობდა ხოლმე ეს. გეფიცებით ახლა ზუსტად ესეთი სუნია. ადრე ტოლობის დროს რა იყო ხოლმე შუქი და გათბობა რო არ იყო და ფეჩები რო იყო სადღაცაც ვიღაცა მეტყვა ცეცხლი და აქ და ბოლის სუნია და ზუსტად ეგრე იყო ხოლმე. როგორ მახსოვს რა არ იყო ეს შუქი, სითბო, წყალი, თან ჩვენ ძალიან მაღლა ცხოვრობდით ღმერთოვანი და რამდენი ხანია იქ არ ყოფილვარ. იქ მერე კიდევ მივდიოდი ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი დათალი ელა, ჩემი შვილის ნათლია რომელიც არის, მანდეთ ცხოვრობდა. ხო და ეხლა გოგოებიც რო აღარ ცხოვრობენ, შესაბამისად იქით საერთოდ აღარ ავდივარ და მაგრამ და ესეთი სუნი დგას ახლაც ნახალოვკაში. ჩემი ბოლო შეკვეთა მივიტანე უბრალოდ ეს გოგონა. ოიმე ძაღლ ეს გოგონა ვინ ჩემი გოგონა აღმოჩნდა ჩემი პარალელური კლასელის და ხო და რაღაცების შეცვლა უნდა და ფერების შეცვლა და მოკლედ ესენი წამოვიღე და ის ფერები მივუტანე. ხო და ესე ძალიან გამიხარდა და ძალიან მესია მომდა რომ გავიგე რომ თან ჩემი სკოლელი არის ეს გოგოც. ოღონდ ჩვენზე ბევრად პატარაა. მე დავათა კიდე კლასელები, პარალელური კლასელები ვიყავენ და ბოლოს კლასები გაიყო და ჩვენს კლასში გადმოიყვანეს მე-11 კლასში და
ბანკეტიც ერთად გამოკლე ძალიან კარგი იყო, რა კარგი იყო. წავედით სახლში, ალექსანდრუშკა გველოდება. აღონ საიდან წავიდეთ? ესია ვალმე მგონი სამშობია რასთან შვენივრად და იქვე იქნება გაჩერება. ღმერთო ვერ გიხსნით როგორ შია ძალიან. ეხლა ვფიქრობ რა შეიძლება იმრიელი მოვამზადო. გუშინ ძალიან მინდოდა ახალი კარტოფილი. სამით გადავიდე რაღაცნაირი გზები. ახალი კარტოფილი მინდოდა და მარწყვი და რაღაცეები ვიყიდა ბაზარში და დღეს უკვე აღარ ვიცი რა მინდა. აღარ ვიცი რა გავაკეთო. ალექსანდროს თქვენ პიცა ხო არ გავაკეთოთ მე. თან ალექსანდრუშკა რაღაცა ვერ არის. არ მე ხო წავედი, მაინც არ მაცადა. სიცხი არ ქონდა, მაგრამ სურდო დაეწყო. ცოტა ისეთი ლაითი ხველება დაეწყო. ეს ადგილი ვიცი. უი, ესე მე მგონი ჩემს სახლთანაო. მაგრამ რა მინდა ისე წასვლა, ეს არ მინდა. გიწა. ვუბრუნდებით ჩვეულრიტმს მეგობრებო, მიდივარ დღეს სამი პაციენტი მყავს ჩაწერილი და საღამოს ვიმუშავებ და მე უკვე სახლში გავაგრძელებ მუშაობას. ძალიან მოვედინერეს და ძალიან მიხარია ხოლმე ეს ფაქტები, რომ არის სამუშაო, გარეთაც და შინაც. თუმცა დღეს ჩემი ოთახი მოგვდა სალაგებელი, აი როგორი გადატრიალება, იცი სიტყვით ვერ აგიხსნით. დღეს თბილისში 23 გრადუსია და მზეა, მაგრამ ხვალიდან უკვე წვიმს მთელი ერთი კვირა. განუწყვეტლივთან, უბედურად, როგორმე არ დამაკლოს აქაც. იქ ხო სულ წვიმდა და ეხლა აქ ჩამოვიტანე და მიდი. რა ენაღლება. წავედი ეხლა ფეხით ჩავცუნცულდები ახმეტელზე. თან დასარეკი მაქვს და ორეკა ვიჭერავებ ჩემს მეგობართან და ამასობაში კი მივალ. როგორც გითხარით, დღეს სამი პაციენტი მყავს და ძალიან მახარებს ეგ ფაქტი. მოკლედ აქ სანამ ვიდეოს გადაღებას დაიწყებ, მილიარდი საქმეა გასაკეთებელი, მისალაგებელი, მოსალაგებელი, მაგრამ რა თქმა უნდა, მე ამისთვის არ მცალია. აბა როგორ ხართ ჩემო ორსულებო და ჩემო აწუკვე დედიკოებო, ხომ ხართ ყველანი ძალიან კარგად? მას იმიტომ ვამბობ, რომ აქ ძირითადად ჩემი აუდიტორია არის ან ორსულები, ან დედიკოები. მოგზაურობი და როდესაც დავბრუნდი, ძალიან ისეთი ვიყავი, იდეებს რა ვუყო, აი აქ რო სულ ესე ტრიალებს ყველაფერი. ცით რომ ნანუტა კიცში ძირითადად არის ბაზა ფერები, ბეჟი, თბილი თეთრი, ნაცრისფერი და ასე შემდეგ. ამიტომ რაღაცა ისეთი მინდოდა შემეტანა ახალი და როცა დავდიოდი რომის ქუჩებში, სულ ფიქრობდი, რომ რა შეიძლება და გამეკეთებინა. ჩემი ბრენდისთვის ისეთი, რომ თვალის მომჭრელი და კვასკვასა ყოფილიყო და გოგონა მომწერა. ეხა მალე უკვე ვაჩენო ივნისის დასაწყისში და მალევე მინდაო წავიდეთო აგარაკზე. რა თქმა უნდა, ლოგის იქით ჩვენ ვერ წავიღებთ და მჭირდებაო რამე, სადაც ჩემს პატარას მოვათავსებ უსაფრთხოდ და მეთქი ეხლავე. იდეალური ვარიანტი მაქვს შენთვის, ბუდე, სადაც ჩააწვენ შენს პატარას და შეგიძლია მოათავსო დივანზე, როცა საქმეს აკეთებ. ან როცა გძინა, შეგიძლია მოათავსო უსაფრთხოდ ლოგინზე, სადაც ზუსტად იცი, რომ არ დააწვევი შენს პატარას, იმიტომ რომ აი ამ ხელა ბუდე ხელს შეგიშლის, რომ გაჭყლიდო პატარა ნამცეცა. ეს კომპლექტი უკვე გაყიდულია, მაგრამ შემიძლია დაგიმზადოთ ანალოგიური. სანამ საქმეზე გადავალთ, ავიკრათ ეს ჩემი დალალები. თორე უკვე დამაწყვეტა შარფმა ნერვები. ესეც ესე. რა მომწონს, ალამაზია. ხო, მორიცხულია, აი ესეთი ულამაზესი ბუდე შეხვდეთ სადმე. გამორიცხულიას ვამბობ იმიტომ, რომ ეს ბუდე არის შექმნილი ჩემი თარგით. ვიცი, რომ ბუდეების მილიონი ვერსია შეგხვდებათ, მაგრამ ეს არის უნიკალური და განსაკუთრებული, იმიტომ რომ ამის თარგი არის სრულიად ჩემი აგებული. ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზია. და ქსოვილების კომბინაცია არის ყველაზე ლამაზი და იმ გოგონასაც რო ვაჩვენე ქსოვილები ძალიან მოეწონა. დავდივართ საბანზე, პლედი საბანი, არის აი ესეთი. აქაც არის ალუბლები, ნახეთ და აქეთ არის აი ესეთი კლიჩები და უბრალოდ ნახეთ როგორი ლამაზია. იცი დავფიქრდი რომ ესეთი, ой, მე მიკროფონი დავფარე. დავფიქრდი რომ ესეთი თეთრეული მეც მჭირდება სახლში, ულამაზესია.
ძალიან მომწონს. ხო და ეს ორივე ერთად. კიდევ რა თქმა უნდა, ეხლა დავამატე რუშები, რა თქმა უნდა, მეტი დრო და ენერგია მიაქვს ამ ყველაფერს, მაგრამ დავამატე რუშები ჩემს საბან კონვერტებს, პლედებს და აი უბრალოდ თქვენს თქვით, როგორ ლამაზად გამოიყურება ეს ყველაფერი. ბევრად ლამაზია, ვიდრე უბრალოდ შეკერილი საბანი კონვერტი. ბუდე თავისი საბნით და ყველაზე უსაფრთხოარი იმ მომენტში, როდესაც თავიდან ფოკუს ტიგზე რაც გააჩენთ თქვენს პატარას, ყველა ვარიანტში მოგიწევთ ხოლმე იყოს თქვენთან ლოგინში და ხანდახან არის ხოლმე მომენტები, ძალიან კარგად ვიცით, მეც გამოცდილი დედა ვარ და ანალოგიური მომენტი მქონია მეც. როცა უკვე ძალა გამოცლილი ხარ, უკვე აღარაფერი აღარ გინდა, ერთი სულით დაიძინო, მაგრამ შენს პატარას ჭამა უნდა და როცა ძუძუთ კვებაზე ყავთ, იდეალური ვარიანტი არის ეს ბუდე და რომც ჩაგეძინოთ, ანუ ვერ დააწვევით თქვენს პატარას რა, აი ეს ბუდე ხელს შეგიშლით, რომ დააწვეთ, აი მამებსაც აქვთ ხოლმე ის, რომ გადმოტრიალდებიან ხოლმე ესე და ამ დროს იცავს პატარას ბუდე. იმიტომ რომ წევს ამაში და ეს არის მაღალი შედარებით, ამაში წევს ბავშვი და ანუ ვერანაირად ვერ დააზიანებთ თქვენს პატარას, ამის თქმა მინდა. ამიტომ ეხლა ამ პერიოდში, თან პერიოდი, როცა უკვე გადიხართ ქალაქიდან, საფხული მოდის, გინდათ რომ თქვენი პატარა სულ ჰაერზე იყოს, სოფელში ყავდეთ, ან არ ვიცი, სადმე წაიყვანოთ, ყველაზე თუნდაც ხვაზე, იდეალური ვარიანტი არის ბუდე. ჩააწვენთ და მას აქვს თავისი კუთვნილი ადგილი გენაცვალე. ასეთი ამბები გვაქვს. გოცით ყველას ძალიან ბევრს და მადლობა ყურადღებისთვის. პაკა.